მე-20 საუკუნის განმავლობაში ბუმი იყო ამოუცნობი მფრინავი ობიექტებისა და ზოგადად უცხოპლანეტური სიცოცხლის დედამიწაზე ჩამოსვლის შესახებ. ათასობით ადამიანი ამტკიცებდა და დღემდე ამტკიცებს, რომ ისინი არა დედამიწისეულმა არსებებმა გაიტაცეს და მათზე სასტიკი ექსპერიმენტებიც ჩაატარეს. ეს ისტორიები უფოლოგიით დაინტერესებულებმა ძალიან კარგად ვიცით. UFO ამოუცნობ მფრინავ ობიექტს ნიშნავს. ტერმინი იმ სახის ამოუცნობი საჰაერო მოვლენის მიმართ გამოიყენება, რომლის იდენტიფიცირებაც ვერ ხერხდება. ტერმინი პირველად 1952 წელს გაჩნდა და მას შემდეგ მასზე სულ უფრო მეც ვსაუბრობთ. თუმცა ადამიანი ცაში ოდითგანვე იყურება და ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ფენომენს უფრო დიდი ისტორია აქვს. დავიწყებ მოკლე ისტორიით. სანამ ფრენას დავიწყებდით. ჩვენი წინაპრებისათვის ცა უფრო ღვთაებრივი იყო, ვიდრე ამქვეყნიური. ამიტომ ყველაფერი რაც იქ ხდებოდა, ღვთაებრიობას მიეკუთვნებოდა და არა ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს. სხვანაირად ვერც იქნებოდა. ეს ის პერიოდია, როდესაც ადამიანს ფრენა არ შეუძლია. შესაბამისად, ეს წარმოუდგენელია. ცა მხოლოდ ღმერთებს ეკუთვნით. ამის მიუხედავად, ძველი წელთაღრიცხვის 467-სა და 240 წლების ჩანაწერებში ჩინელი ასტრონომები ცაში არსებულ ამოუცნობ მფრინავ ობიექტებზე საუბრობენ. ეს ობიექტები ძირითადად კომეტები და მეტეორები იყო. ამ მხრივ საინტერესოა ჰალეის კომეტა, რომელიც თავისი ორბიტის გამო ადამიანებს ხშირად ეცხადება. ეს განმეორებადი მოვლენა ძველი ადამიანებისთვის ზოგჯერ სწორედ ამოუცნობი მფრინავი ობიექტი იყო ხოლმე. საინტერესოა იულიუს ობსეკენსის ჩანაწერებიც, რომელიც რომაელი მწერალი იყო და მე-4 საუკუნეში ცხოვრობდა. ტექსტებში მას ცაში მოძრავი ობიექტები აქვს ნახსენები. ბევრისთვის ეს უცხოპლანეტელების არსებობაზე მიმანიშნებელი ერთ-ერთი პირველი ჩანაწერია. თუმცა რეალურად ტექსტი უფრო მეტეორიტების წვიმის აღწერას ჰგავს. ვხვდებით გარკვეულ ჩანაწერებს შუა საუკუნეებშიც, სადაც ავტორები ამა თუ იმ ამოუხსნენ მოვლენაზე საუბრობენ, მაგრამ ისინიც ნაკლებად სარწმუნოა. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ადამიანებმა ფრენაზე დავიწყეთ ფიქრი. ცაში პირველი საფრენი ობიექტები გამოჩნდა. ბუნებრივია, ამას თვითმხილველებიც მოჰყვა. 1878 წლის 25 იანვარს დენისონ დეილი ნიუსმა დაბეჭდა სტატია, რომელშიც ადგილობრივი ფერმერის სიტყვები იყო მოყვანილი. ჯონ მარტინი ამბობდა, რომ დიდი, ბნელი წრიული ობიექტი დაინახა, რომელიც ბუშტს წააგავდა და ის ძალიან დიდი სიჩქარით მოძრაობდა. და აი აქ იბადება ტერმინი მფრინავი თეფში. მარტინმა თქვა, რომ ის დაახლოებით თეფშის ფორმის იყო. ეს ამ ტერმინის ერთ-ერთი პირველი გამოყენებაა. ეს ის დროა, რომელშიც აეროსტატით ფრენა სულ უფრო პოპულარული და მოთხოვნადი საქმიანობა ხდებოდა.